ვისაც ახალი ტანსაცმელი აცვია. ის შეიძლება რომ უფრო მეტი იყოს იმაზე, ვისაც ძველი აცვია? აი, იცი რატო ამბობ? ალბათ თქვენ შეხვედრი ხართ სკოლაში ასეთ დამოკიდებულებას. რომ შეიძლება ვიღაცა შეიგი პატივცემული იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ კარგი ტანსაცმელი აცვია. მაგრამ მე გეხარ რამდენად აი მოქმედებს ადამიანის ღირსებაზე რა გაცვია. არ მოქმედებს, აი რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს რა აცვია. შეიძლება ადამიანს ძალიან ძველები ეცას, მაგრამ შეიგი ღირსეული ადამიანი იყოს. მე რა რომ დაუშვათ. თავარი ის არის რომ აცვია და თან კიდე ნახე ახლა ერთ რამეს დააკვირდი. აი თქვენ კლასში რამდენი ხართ? 15-ნი ხართ, დაუშვათ. 15-დან ორ ბავშვს ვერ აცვია ისე კარგად, სიტყვაზე ვამბობ, როგორც იმ 13-ს. ეგ ვის ღირსებაზე ან უღირსებაზე მეტყველებს. როგორ ფიქრობთ? არა ვიცი? არა, ნახე რას გეუბნები, დაუშვათ, შენ ხარ იმ ორ ბავშვში კი არა, იმ 13 ბავშვში ხარ ერთ-ერთი. და შენ არ გაწუხებ 13-ნი რომ კარგად დადიხარ ჩაცმული და იმ ორს რო უჭირს. მაგას ვამბობ, აი იმ ორს თუ ვერ აცვია კარგად და შენ ატყობ რომ ყოველდღიურად შენ ახლები გაცვია და იმას სულ ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია. ამ 13-ს რომ არ აწუხებს ეს თავისი მეგობარი, რომელიც აი თქვენ ხო უკვე 9 წელია ერთად ხართ და 9 წელი რომ შენი ოჯახის წევრია. მით უმეტეს აი როდესაც კლასი პატარაა ხო, იქ უფრო იგრძნობა ხო ეს ოჯახური გარემო და იმ 15-დან ორი ბავშვი რო ეგრე დადის და ამ 13-ს რო ეს არ აღელვებს და არაფერს იღონებს, განა ამ 13-ის ღირსებაზე არ მეტყველებს, თუ ღირსებაზე, ამაზე ხო მეტყველებს. და მაგას ვამბობ ზუსტად. 15-დან, ესე იგი 14 რო რაღაცა არის გახარებულია და ერთი რომ მოწყენილია და ამ 14-ს რომ არ აინტერესებს ის რომ მოწყენილია, ეგ მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ ეს 14 ვერ არის სულიერად კარგად. ხო გესმით რაზე ვამბობ და ისე რომ თუ დაუშვათ რომელიმე ადამიანს შევატყობთ რომ ისე ვერ აცვია როგორც შენ ფიქრობ რომ უნდა ეცას და შენ არაფერს არ იღონებ. მაშინ რითი ხარ ვინმეზე მეტი საერთოდ. გესმით აი ამ დამოკიდებულებას ვამბობ მე რომ აი ახლა თავი ის კი არ არის შენ გეცას კარგად. თავი ის არის რომ ესე იგი ღირსეული ადამიანი იყო. ღირსეულ ადამიანს ესე იგი სულაც არ ჭირდება რაღაცა განსაკუთრებულად ეცას. პირიქით ღირსეული ადამიანი იმას ეცდება რომ არავიზე მეტად არ ეცას. რომ არავინ არ დაიჩაგროს კიდევ მაგით.